გამარჯობა, საღამო მშვიდობისა ისევ რუსთაველიდან. რამდენჯერმე დავიწყე ჩართვა ნახეთ. თვითონ პარლამენტთან არ არის კარგად ინტერნეტი არ იჭერს, ამიტომ გადმოვიწია აქეთ, სადაც არის ინტერნეტი. არ გაგიკვირდეთ. დღევანდელი მოვლენები მინდა შევაფასო. პოლიციაზე ვისაუბრო, პოლიციის რეფორმაზე. რამდენიმე ამბავიც მინდა გავიხსენო, საერთოდ რატომ ხდება ის, რაც ხდება ჩვენს წინაშე, რომ რეჟიმს შეუძლია დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ზონდერ ბრიგადების ამარა. მაგრამ მანამდე დაველოდოთ, შემოდით და დავიწყოთ. გამარჯვება ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა მიენიჭა ხალხო. უბრალოდ მისალმება აღარ არის, გასაგებია. სრულიად გასაგებია ჩვენმა წინაპრებმა რატო შემოიღეს სწორედ გამარჯვება მისალმების ფორმად. იმიტომ რომ სხვადასხვა ენაში არის ან ჯანმრთელობა, ან მშვიდობა, როგორც მისალმების ფორმა. და ჩვენთან კონკრეტულად გამარჯვების გარეშე ეს ქვეყანა როგორც ასეთი ვერ გადარჩებოდა. გამარჯვება იყო უმნიშვნელოვანესი, აუცილებელი ყოველ წელს და ყველა ეტაპზე ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. და ჩემთვის ამ სიტყვამ უკვე გაცდა უბრალოდ მისალმებას. გამარჯვება თქვენ, გამარჯვება ჩვენ და გამარჯვება მთლიანად საქართველოს. უცხოეთიდან ვინც ერთვებით მომწერეთ, მიხარია ხოლმე, როდესაც მე ვიცი რომ იტალიიდან, საბერძნეთიდან, ამერიკიდან, საიდან არ ერთვება ხალხი, მოიწერეთ საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა პატრიოტმა ადამიანებმა, ან აქ მომწერეთ, ან პირადად მომწერეთ, ძალიან მიხარია ხოლმე ეს. იცით, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩემი ცალსახა იდეაა და დამოკიდებულებაა, რომ დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოს პარლამენტში. უნდა შევქმნათ დიასპორის ოლქები და თქვენ უნდა იყოთ პარლამენტში. იმიტომ რომ საქართველო უნდა იყოს ერთი და ეს ერთობა თბილისში ხარ თუ ვაშინგტონში ხარ თუ იმაში ხარ, პარიზში, იტალიაში ეს ერთობა ამ ერთობის განხორციელების საშუალება უნდა გქონდეს. ამაზე ადრეც თქვი. დღეს თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე მოვლენები, იქ რაც მოხდა, თავარი ნიღბიანი ხალხი, მე მათ არ დაუძახებ, მე უნდა გავყოთ პოლიცია და უნდა გავყოთ ეს ზონდერები, რომლებიც დღეს ურტყავდნენ ადამიანებს და მშვიდობიან მოქალაქეებს თბილისის შემოსასვლელში. ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის. პოლიცია აგერ არის თბილისის ქუჩებში, ესენი არიან ქვეითები, ეს არის საპატრულო, ეს არის საზღვარზე მომსახურე პოლიციის თანამშრომლები, ხალხი, რომელსაც დღესაც, ხვალაც და ზეგაც 1500 ლარი აქვს ხელფასი და ამის სანაცვლოდ წირავს საკუთარ ცხოვრებას და გვემსახურება ჩვენ. ეს არის პოლიცია. ამას წინათ პოლიციაში ვიყავი ისანში საქმეზე და იქ შემხვდნენ ადამიანები, წესიერი მუშაკები, რომლებიც სინამდვილეში უტკრებივით მუშაობენ და გვემსახურებიან საქართველოს სახელმწიფოს. ის, ვინც ჩვენ ნახეთ თბილისში შემოსასვლელში, ეს არის ზონდერ ბრიგადები. ეს არის ნახევრად საპოლიციო სტრუქტურები და ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს რაც ჩვენ დავინახეთ, მათი ქცევა, მათი მაჩვენებლები არაფერი პოლიციის ქმედებაში არ ჯდება. დავიწყოთ ნიღბებიდან. პოლიციის იდენტიფიცირება პოლიციის შესახებ კანონით უნდა იყოს შესაძლებელი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. პოლიციელის იდენტიფიცირება ნომრით, სახით, ფორმით უნდა იყოს შესაძლებელი. რატომ? იმიტომ რომ ის ასრულებს სახელმწიფოს
ფუნქციას ის მოქმედებს სახელმწიფოს მაგივრად და თუ ჩაიდენს რაიმე დარღვევას, უნდა იყოს შესაძლებელი მისი ამოცნობა. პოლიციას დღეს ის ვინც ჩვენ ნახეთ, ანუ ის რაზმები, ზონდერ რაზმები, რომლებიც ჩვენ ნახეთ, ეს მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის პოლიცია და ძალიან ბევრი ნორმა კანონისა იღება აქ, მათ შორის ის, რომ ისინი დადიან ნირღვებით, რომლებიც აქ ვიგრძალეს მშვიდობიან მოქალაქეებს. მათ არ აქვთ სამხრე კამერები, მათ არ აქვთ ნომრები. ახლა მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, უნდა მომხდარიყო შიგნით შესაბამისი სტრუქტურების შექმნა, გენერალური ინსპექციის გაძლიერება, ასწავლური სტანდარტების შემოღება, ეს არაფერი არ გაკეთდა. ხვევით კომენტარებში მე დაგიდებთ ვიდეოს 2012 წელს ჩაწერილს, მაშინ მე ვმუშაობდი უფროს მკვლევარად ვაშინგტონში, მარშალის ფონდში და მაშინ თქვი, რომ ხელისუფლების ცვლილების შედეგად მთავარი გამოწვევა, რომელიც ექნებოდა ქართულ ოცნებას, ეს იყო პოლიციის რეფორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. არაფერი არ მოხდა. ის ზონდერ ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი დავალებები შეასრულონ, ისინი არიან კვლავ ჩაბუდებულნი სადღაც. იყვნენ ჩაბუდებულნი, არიან ჩაბუდებულნი და ისინი მათ არავინ არ მიხედა. არ დაშალა და როგორც ჩანს სპეციალურად არ დაშალა, რომ ერთშვენიერ დღეს სწორედ მშვიდობიანი ხალხის საწინააღმდეგოდ საქართველოს თავისუფლებისთვის პროტესტის გამო ჩაეხშო აი ამ ზონდერ შენაერთებს. ანუ მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ გვექნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და რომელსაც შესრულებას მე ვაპირებ, ეს არის სწორედ სწორი რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ერთ-ერთი იდეა, რომელსაც ყოველთვის საუბრობდი და ახლა ვიტყვი, ეს არის პოლიციის მუნიციპალიზაცია. ისევე როგორც დასავლეთშია. არ შეიძლება ისევე როგორც საუბრობ ხოლმე სასამართლო კლანზე, სადაც ყველაფერი, რაც ეხება მოსამართლეებს, ბენზინი, მოსამართლეების საჭვერი, მოსამართლეების მივლინება, მოსამართლეების დანიშვნა ერთ ორგანოში არ უნდა იყრიდეს თავს. და სწორედ ამას ვაპროტესტებდით 2016-17 წლებში, როდესაც ამას აკეთებდნენ, ისედაც არ შეიძლება, რომ ყველაფერი თავს იყრიდეს თავკომბალა ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ერთ ადამიანს ემორჩილებოდეს. პოლიციის მუნიციპალიზაცია. პოლიცია უნდა გადავიდეს ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში და უნდა ემორჩილებოდეს ადგილობრივ თვითმმართველობებს. უსაფრთხოების დაცვა ზუსტად ისე როგორც ამერიკაშია. ამერიკაში როგორ არის? აბსოლუტურად სხვადასხვა უწყებას ფედერალური პოლიცია, ფედერალური საგამოძიებო ბიურო და პოლიცია ადგილობრივი არის სხვადასხვა. დანაშაულის მიხედვით რაღაცა დანაშაულს იძიებს ადგილობრივი პოლიცია, რომელიც ექვემდებარება მერიას, ანუ ადგილობრივი NYPD ფილმებში მაინც ხო გვაქვს ნანახი და ვინც ამერიკაში ცხოვრობს, იმან იცის. ეს არის ნიუ-იორკის პოლიცია. ისინი იძიებენ და უყურებენ შედარებით ჩვეულებრივ დანაშაულებს. ფედერალური საგამოძიებო ბიურო, ნარკოტრაფიკინგი, ტრაფიკინგი, თამისაღება, ეს არის ფედერალური, ანუ ის ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას. რატო ხდება ესე? რომ ვერ ადგეს და ვერავინ ერთ ადგილას თავი არ მოუყაროს ამას ყველაფერს და მე არ მართოს ხალხის საზიანოდ. ამიტომ არის პოლიცია დეცენტრალიზებული და ამის გაკეთებას ვფიქრობ მე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი დარწმუნებული ვარ იმ ხალხისთვის, რომელიც უყურებს და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორია. დღეს არის ძალიან მძიმე დღე. დღეს არის 2 თებერვალი. 1992 წლის 2 თებერვალს მოხდა ძალიან დიდი სისასტიკე. და ეს სისასტიკე იყო ხალხის მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტა თამარ მეფის ხიდზე. ეს არის საქართველოს ტკივნეული წარსულის ნაწილი.
როდესაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გადააგდო რუსულმა სპეცსამსახურებმა ხუნტის თანამონაწილეობით, შვიდობიანი ადამიანები, 10,000-ობით ადამიანი აპროტესტებდა ამას. 10,000-ობით პატრიოტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. ერთი აბსოლუტურად მშვიდობიანი შემადგენლობა დაახვრიტეს 2 თებერვალს 92 წლის თამარ მეფის ხიდთან. ხუნტამ დახვრიტა. იმიტომ რომ ხუნტამ გადაწყვიტა დაამკვიდროს სისხლიანი მართვა და სხვანაირად ვერ აჩერებდა მშვიდობიან მიტინგებს, რომელიც იმართებოდა საქართველოში. ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. ის კი არა, წყაროების მიხედვით ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა, ესეც არ არის დადგენილი. ზოგ წყაროში წერია 33 ადამიანი, ზოგ წყაროში 20 ადამიანი, ოფიციალურ წყაროებში ეწერა 2 ადამიანი იყო მოკლული. ეს არის საშინელება. გარდა იმ საშინელებისა, რომელიც მოხდა, არის საშინელება, რომ 90-იანი წლებიდან ყველაფერი რაც დღეს ხდება, სწორედ ამის გაგრძელებაა. რუსული სპეცსამსახურები, იმპერიული სპეცსამსახურები, საქართველოს ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც მოქმედებდნენ მაშინ, აგრძელებენ მოქმედებას დღეს. ერთი მეორეს მემკვიდრე. ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი რის გაკეთებასაც მე გთავაზობთ. ეს არის შევქმნათ საგამოძიებო კომისია. გამოვიტანოთ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ საქართველოს ისტორია, მათ შორის მისი მტკივნეული ნაწილი. და სინათლეზე გამოვიტანოთ 92 წლის 2 თებერვლის ამბავიც. მას შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, შვიდობიანი ადამიანების დახვრეტები. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დღეებში რახან მყავს პოლიტპატიმრები, ამ ამბებს მე ვუყვები ხოლმე და ყველა ჯერზე ადამიანები მეუბნებიან, რომ არ ვიცოდითო. ამ ყველაფერში მოქალაქეების მხარეს, ზვიად გამსახურდიას მხარეს ძალიან აქტიურად იბრძოდა მამაჩემი ვალერი დოლიძე. ეს ამბებიც პირველ წყაროდან მისგან მახსოვს, როდესაც სახლში მოვიდა აბსოლუტურად სასოწარკვეთილი. ასევე მახსოვს, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს მოგვაკითხეს და წაიყვანეს ის სახლიდან, მერე ცემეს, მერე დააკავეს, ბევრჯერ იყო დაკავებული ამ წლებში, იცით რატომ? იმიტომ რომ როგორც მოქალაქემ ედუარდ შევარდნაძის რადიოში დარეკა და იკითხვა დასვა. აი ასეთი მტკივნეული ისტორია ქონდა ჩვენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ ზონდერ ბრიგადები უნდა ამოვძირკვოთ და თუ ჩვენ მართლა ევროპული ხალხის მსახური, ევროპული და ქართველი ხალხის მსახური, ქართველი ხალხის მოძბე პოლიცია უნდა გავაკეთოთ, მაშინ ეს პროცესები ძალიან ძველი ამბებიდან უნდა დავიწყოთ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ამ საკითხზე. სამართალდამცავები, ლუსტრაცია და პროცესები, რომელიც უნდა დავიწყოთ, შევისწავლოთ, უბრალოდ რომ კარგად ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ასევე შევისწავლით სპეცსამსახურების მუშაობას და მათ მუშაობის მეთოდებს საქართველოში და შესაბამისად უფრო მედეგები ვიქნებით მათ მიმართ. არ ვიქნებით ისე, რომ არ ვიცით რა მოხდება. მოვემზადებით და მოვემზადებით აზრიანად გარანტირებული გამარჯვებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის თქმა მინდოდა, პოლიციის რეფორმა, ზონდერ ბრიგადებისგან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და 92 წლის 2 თებერვლის ამბავი. ჩემო კარგო ხალხო, თუ ზუსტად იცით, თუ მონაწილეობდით, თუ ამ მიტინგზე იყავით, გეხვეწებით მომწერეთ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვლევას ახლა დავიწყებ.